სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვილნიუსში ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა ცოტა ხნის წინ. სალომე ზურაბიშვილი ლიტვის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მართველი პარტია, რომელიც მოვიდა მთავრობაში, მხარს უჭერდა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რადგან ის მოვიდა მმართველობაში პროევროპული პროგრამით, დემოკრატიული რეფორმების პროგრამით. უეცრად გასული წლის 28 ნოემბერს იღებს გადაწყვეტილებას, რომ ზურგი აქციოს საკუთარ დაპირებებს და დაარღვევს კონსტიტუციის 78 მუხლი. მათ ზურგი აქციეს ერის სურვილს, საქართველოს შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ქართველი ხალხის ყოველგვარი მოლოდინისა და ყველა მისწრაფების მიუხედავად იწყებს ქართველების უკან დახევას, რუსეთის ბატონობას და იწყებს ქვეყნის მართვას რუსული მოდელით. რუსული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო ისტორიის ნაწილი და ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ბრუნდება, რომ დაგვიპყროს. სალომე ზურაბიშვილის ვიზით შეფასებები მოყვა მმართველი გუნდის მხრიდან. პრობლემის შექმნა არის მისი პროფესია. მეორე კი არა, პირველი პროფესია და დიდი ხანია უკვე ამ პროფესიას რეალიზაციას უკეთებს. აქ ლიტვის პარლამენტის დამოკიდებულებაა მთავარი. ანუ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით ლიტვამ, რომლისთვისაც პირველი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი, გადაწყვიტა, რომ საქართველოს დაადანაშაულოს იმაზე, რომ თურმე ეკონომიკურ სანქციებს არ უწესებს რუსეთს. პავილიონისის და კობილიუსის პრინციპებზე აწყობილი ეს პოლიტიკა დასაკვირველი არის ზუსტად ის პოლიტიკა, ის გარემო, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება კარგად იგრძნოს თავი. და რეალურად ეს არის ნაცმოძრაობის გარკვეული სახელმძღვანელო სტრუქტურა, რომელიც მიხანია შექმნილია, რომელიც პირდაპირ არის ჩართული ამ deep state-ის სტრატეგიულ გეგმაში და სალომე ზურაბიშვილი როგორც ერთი ჭანჭიკი ხან აქეთ ხან იქით ცდილობს რომ რაღაცა მოერგოს რომელიმე ბორცვს.